7-8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით ჰიპერმარკეტ გუდვილის შესასვლელ სივრცეში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა გაიმართა. ღონისძიება, რომელშიც 20-ზე მეტმა დევნილმა ქალბატონმა მიიღო მონაწილეობა, გუდვილის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით ჩატარდა. ჰიპერმარკეტ გუდვილის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების გამოფენა გაყიდვა. აღნიშნული ღონისძიება ხელს უწყობს მათი პროდუქციის რეალიზაციას და პოპულარიზაციას. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო აფხაზეთის მთავრობისა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს როლი აღნიშნული ღონისძიების გამართვაში, ვინაიდან მათ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მეტი სარგებლის მიღება დევნილი საზოგადოებისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო და მადლობა გადაუხადო ჰიპერმარკეტ გუდვილის ადმინისტრაციას აღნიშნული შესაძლებლობისთვის, ვინაიდან 2 დღის განმავლობაში მათ უსასყიდლოდ აღმართეს აღნიშნული ტერიტორია. ესეთი გამოფენები ძალიან ხშირად ტარდება, რომელსაც ორგანიზებას უკეთებს აფხაზეთის სავაჭრო პალატა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო დევნილი მეწარმეების სახელით სავაჭრო პალატას. წარმოდგენილი მაქვს ჩემი ხელნაკეთი პროდუქცია, როგორც ხის დაფები, დეკორი, ასევე აქსესუარები ტყავის. ეს გამოფენა გაყიდვა ძალიან ხელს მიწყობს ჩემი პროდუქციის რეალიზაციაში. ყველა ქალს მიულოცავ, ყველა დედას მიულოცავ 8 მარტს და ეს რამარტი ყოფილიყოს სიმშვიდის, კარგის მომტანი და ყველაფერი კარგი ყოფილიყოს. ჩვენ საქართველოში პირველ რიგში მშვიდობა გქონებოდეს.